გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია, რომელიც სენსაციური ინფორმაციაც გავრცელა, რა ქვია, ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ, რომ თურმე ქოცები მიტინგების დასაშლელად იყენებდნენ ქიმიურ იარაღს და წამლავდნენ საკუთარ მოსახლეობას, არ ვიცი, ამ მიტინგობიობის პერიოდში თურმე და მოკლედ ამტყდარია ერთი წივილკივილი, მთელი ისტერიკაა დაწყებული. იქამდე მივიდა საქმე, რომ დინარაძის კანტორამ გამოვიდა და გამოძიება დაიწყო. ტრულ საქმიანობაში ვინ მიიღო მონაწილეობა, რომ თურმე არ ვიცი, ესეთი რაღაცა ვერავის ვერ წარმოუდგენია და ატეხილია მოკლედ ისტერიკა მთელს სოციალურ ქსელში და ქოცები იძახიან deep state-მა გაგვიკეთა, ამან გაგვიკეთა, იმან გაგვიკეთა, არა და სიტუაცია რო ყოფილიყო ქოცების სასარგებლოდ, ახლა რო გამოშვებას იწყებენ, რომ თურმე BBC-ს რა საზიზღარი რეპუტაცია აქვს და როგორი ცილის წამებები და იქ დონალდ ტრამპს ესუთხრა და ისუთხრა, ამას კი არ იტყოდნენ ქოცების სასარგებლოდ რო ყოფილიყო, ტელეკომპანია იმედი დაიწყებდა და ეს რა ქვია, პოზიტივი და ეს მაგათი კანალიზაციები და გამправებლები დაიწყებდნენ, რომ აი BBC-მ ეს თქვა და აი BBC-მ ის თქვა, როგორც უქნიათ რა, საერთოდ როგორც ჩვევიათ ამათ. და აი BBC ევროპული და პირველი ეს მაუწყებელი და BBC-ში შეცდომა როგორ იქნებოდა და დაწყებული არის წიოკი და ატეხილია ერთი ამბავი. და ხალხმა უიმე ეს რა ხდებოდა, აღშფოთება შეშფოთებული. მე სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდი საერთოდ ამათ პოლიტიკანურ ჯამბაზობაში საერთოდ არ ვერევი, იმიტომ რომ მიმაჩნია ბევრად მეტი და ეგზისტენციალური საფრთხე აქვს საქართველოს არაბების ჩამოსახლების და ქართული მიწის არაბებზე გაყიდვის მხრივ ეს ყველაფერი რაც ხდება მიმაჩნია არის გადასაფარად, არა გამორიცხული, რომ თუნდაც ამ სტატიის უკან თვითონ ქოცები იდგნენ მსგავსი რაღაცი ბინძურეებით, რომ ხალხმა რაც შეიძლება ყურადღება გადაეტანონ და შეიძლება თვითონ ის გლობალისტური ძალები, რომელი გლობალისტური ძალებიც ნაცქოცთან ერთად გვინადგურებენ სამშობლოს და სულ ფეხებზე კიდიათ საქართველოში არაბები ჩამოსახლდებიან და ქართული მიწა გაიყიდება თუ რა, მთავარი არის მათმა დამპალმა აყროლებულმა სისტემამ, რომელიც 34 წელიწადია მუშაობს, გააგრძელოს არსებობა, ამიტომ არ არსებობს არანაირი ნაცი და ქოცი. ახლა მე მინდა უბრალოდ მივმართო, მაგრამ არსებობს შიგადაშიგ ისეთი სიტუაციები არის, რომ მიმაჩნია სწორად, რომ გამოვეხმაურო ამ ყველაფერს. არ ვიცი, ეს თუ არის დადგმული სპექტაკლი, დიდი გლობალური დადგმული სპექტაკლი არის, ფაქტია, კაიფულიცაა გადახდილი. ახლა რაც შეეხება იმ ერთ კონკრეტულ საკითხს, ეს ერთი ამბავი რო ატეხეთ და ეს ამბავი რო არის წივილკივილით დაწყებული და ვაიმე ხალხო რას გვიშვებოდნენ და იქ აქციების მონაწილეები როდებენ სურათებს ეს მომწამლეს და იქ დავიწვი და ეს ხალხო ერთი მარტივი კითხვა მაქვს რა, ამ ბრძენ ხალხთან რა, რომლებიც იძახიან რომ deep state-მა მოუგონა და ეს როგორი იქნებოდა და ის როგორი იქნებოდა და ასე შემდეგ და კი მაგრამ BBC-მ რო არ გამოგიქვეყნოთ, მარტივი კითხვა მაქვს რა, BBC-მ რო არ გამოგიქვეყნოთ თქვენ ის რომ ქოცების საკუთარ მოსახლეობას წამლავენ, ისია დაჩულუნგებული და დადებილებული ქართული მასის, ასე რომ ვთქვათ, აზროვნება თქვენ ვერ ხვდებით რომ საქართველო იწამლება? და საქართველო იწამლება არა მარტო ახლა მოყოლებული აი ამ წეულების პერიოდიდან და რა ქოცების პერიოდში, ესა რა ქვია, საქართველოს მოსახლეობას რომ ქოცები წამლავენ, ახლა გაიგეთ? აი ელემენტარული კითხვა მაქვს. მაგრამ სადვირის ტრაქში არის იმის, რა ქვია, დინარაძის კანტორა მე არ ვიცი, იმიტომ რომ უშიშროება თავიდან ბოლომდე ჩამდგარი არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სამსახურში და საქართველოში ყველაფერს ებრძვის ქართველი ერით დაწყებული ქართული მიწით ყველაფრის წინააღმდეგა. აი მაშინ მე ჩამოგითვლით ახლა რამოდენიმე ემას ფაქტორს, სადაც მართლა იწამლება ქართული საზოგადოება. კი მაგრამ ლუგარის ლაბორატორია, მე მგონი გაგიგონიათ, ხო? ლუგარის ლაბორატორია. და მე მგონი ისიც კარგად იცით, რომ ამ ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ ესა რა ქვია,
სიმსივნური დაავადებებით დაავადებული ადამიანების რაოდენობა სტატისტიკურად ისედაც უზარმაზარ რეკორდზე ასულ საქართველოში სიმსივნებით დაავადებულების სტატისტიკას 5-6 ჯერ აჭარბებს ალექსეევკის დასახლებაში? არ იცით ეს? არ გაგიგონიათ ხალხო, არ ახართ აზრზე? ჯერ კიდე მიშას დროინდელი ნამოღვაწარი საქმე და გაკეთებული საქმე ამათმა რომ დიადად გააგრძელეს და ეს მარტო ჩვენ დონეზე კი არ იყო ლაპარაკი, იქ პირდაპირ რუსეთიდან ამბობდნენ მაშინ უკრაინის ომის და ამის პერიოდში რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე ამერიკელებმა ააშენეს ლუგარის ლაბორატორიები, რომლებიც ქიმიურ ექსპერიმენტებს ატარებენ, ვირუსებს ქმნიან და იგონებენ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის სპეციალისტებით არის გავსებული იქაობა და ხდება ადამიანების დახოცვა. ახლა გაიგეთ თუ ის რადგანაც რუსეთიდან იყო ნათქვამი და რუსეთიდან იყო წამოსული, ის ღრუსული პროპაგანდა იყო, ხო? ღრუსული და ამიტომ ღრუსული პროპაგანდა რა დასაჯერებელი იყო. აგერ BBC-მ თქვა და BBC-ს ნათქვამი თავისთავად დასაჯერებელია და აი ღრუსული არაა დასაჯერებელი და ამ დედამოწყვილიშვილებს რომ მოუყო სტატისტიკა რამდენი ადამიანი იღუპება ზუსტად იქ თუნდაც ახლო-მახლოში სტატისტიკურად როგორაა გაზრდილი სიმსივნით დაავადებული ადამიანების სტატისტიკა ეს არაფერი არ აინტერესებს დაყლეებულ ხალხს ეს არ აინტერესებს აი BBC-მ თქვა აი გადავიდეთ სხვა საკითხთან დაკავშირებით მე მგონი ცამდა ქვეყანა მიცის რომ საქართველოში საკვების სურსათის უნებლობის სამსახური დიდი ხანია გაუქმებულია თავის დროზე ბენდუკიძემ გააუქმა და ჩემმა უფროსმა მეგობარმა ძვირფასმა ადამიანმა რამაზ გახოკიძემ რომ მითხრა რომ მივედით ბენდუკიძესთან და უთხარითო ბიჭო როა უქმებს სურსათის უნებლების სამსახურსო მაგის დედავატირეო რომ მოიწამლოსო ხალხიო და მერეო კაიაო კაცო იმ ობიექტზეო სხვა არავინ შევაო კაფეშიო რომ მოიწამლოს აი თქვა და გარდაიცვალოთ ლად კაიო მე სხვაც არ შევაო აუგიშდი შვილო ეგი რამე ლაპარაკაო ხო და ეს არავის და დღემდე ისი არის კოცების მოსვლის შემდეგ ეს სისტემა და მოწამლული საკვებით დაავადებული მოდებული არის ათასნაირი დაავადება საქართველოში ბავშვებში აუტიზმი მომრავლებული და ასე შემდეგ და ჯერ ეს ნაგავი რა შემოდის საქართველოში რაღირს და მამასისხლად როყიდიანს არსებობს ქართულს ეს კიდე ცალკე საკითხი ჯო მესამე საკითხი გაინტერესებთ კიდე მესამე აი თუ მე მაგ ეს სულ ღია საკითხებზე მაგ საუბარი რომელიც აი დებილი თუ არა ხარ თვალში უნდა ხვდებოდეს მესამე საკითხი რო ავიღოთ აი გახსოვთ თავის დროზე ნაცები რო ერთ ლარს იღებდნენ ბიზნესიდან ბენზინის ბიზნესიდან ხო გახსოვთ ხო და კოცები ახლა რომ მოვიდნენ და 2 ლარამდე რო იღებენ ამ ყველაფერს ის რო არავის არ ახსოვს აქციზის სახით და ასე შემდეგ ჯო აგერ ახლა გუშინ წინ შემთხვევით შემხვდა Facebook-ზე ჰაერის დაბინძურების მხრივ თბილისში უკვე სუნთქვა აღარ შეიძლება არის სმოგ რასაც რუსები ეძახიან ხუთავი აირები გამოშვებული რომელიც ფიფქად ათოვს მანქანებს და ტერიტორიას და აი ამ ყველაფრის მიზეზი არის საწვავის გამონაბოლქვი რომელიც გამონაბოლქვიც ჩემოკარგებო თბილისში იმაზე უფრო მეტია ვიდრე პაკისტანში, ინდონეზიაში, ავღანეთში და ბანგლადეშში. ამას ვერ ხვდება ხალხი ეს რომ მოწამლა არის და ეს რომ საწამლავი არის? არა მე დებილებისთვის ვლაპარაკობ გასაგებად რომ შეიწყდეს ეს და ეს რა უქნია. და ეს არ არის ტოტალური და ეს არ არის სისტემური და საქართველოში ეს სერიოზული პრობლემა არა? და არიცით ეს ხალხმა რომ მოწამლული გარემო არის საქართველოში? და ამას სახელმწიფოს სახელით კოცები ჩვეულებრივად უშვებენ და არანაირი პრობლემას არ ქმნიან და არანაირი კონტროლის მექანიზმი არა? აბა ეხლა რა გაკვირვებია თქვენ რომ BBC სამსახურმა რაღაცა დაწერა. მაგრამ მე გეტყვით რატო დაწერა ეს ყველაფერი. თუმცა მეოთხეზე გადავიდეთ. ახლა მეოთხეზე ძალიან საინტერესო თემასთან დაკავშირებით მე მინდოდა ხალხის აზროვნება ამ მიმართულებით გამომეღვიძებია და მეთქვა რომ აგერ არა რადგინდათ BBC-ს რეპორტაჟი და აგერ მინდა იმას რა ქვია დედამოთხოვნ ამას დინარაძეს უთხრა შენი გამზდელი მოტყან BBC-ს განცხადებაზე რო გააკეთე დასკვნა ისა გამოძიება რო დაიწყე
მე მინდა აგერ გამოგიგზავნო, ახლა თუ არ იცი, ზია მოგაწოდებ, მაგრამ მეტი არა, ჩემ დამოწევარი არ იცოდე. წაკითხული გაქვს ფრანგული დასკვნა საქართველოს სამედიცინო სისტემასთან დაკავშირებით? წაკითხული გაქვს იმას, რასაც ფრანგებმა დეტალურად შეისწავლეს საქართველოში რაც ხდებოდა, რომ საქართველოს სამედიცინო სისტემა არიან ყასბები, ანადგურებენ და ხდება უხარისხო წამლებით მკურნალობა, ხდება კორუფცია, ხდება ათასი უბედურება. მაშინ საშენი დედის ტყნაში არის. ეს რეპორტაჟი კი არა, ესაა დასკვნა, რომელიც განაჩენია თქვენთვის. მას შავი თეთრზე რო წერია იქ 1000 უბედურება რო ხდება, რომ ბავშვების დაინვალიდებით დაწყებული ადამიანის ორგანოების ამპუტირებით და ასე შემდეგ. სად იყო? სატრაქში იყო უშიშროება. სად იყო? ან ახლა სად ახარ? თქვენი გამოწვევი დედა შევეცი. არა გეკითხებით ერთი მართლა კითხვა მაქვს ერთი ამ დროს სადაა ეს რა ქვია მდინარაძის კანტორა, მაგრამ მდინარაძის კანტორას და ამად ეს არ აინტერესებთ. იმიტომ რომ თვითონ არიან თანაზიარები, ბენზინის ბიზნესი იქნება, საკვების ბიზნესი იქნება, წამლის ბიზნესი იქნება თუ ასე იქნება თუ ასე იქნება. ამათ პოლიტიკურად არ შეერხეთ პრობლემა, პოლიტიკური პრობლემა არ გაუჩნდეთ გამომწვევ მოტყუნებს ამგეს. ამიტომ BBC თუ პოლიტიკურად ჯერამდენად სადა გაშავება და გამოშავება და სინამდვილეში ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ კარგად ხედავენ კოცები საქართველოში და არა მარტო კოცები, აი ეს გლობალისტური ძალები, რომლებიც მომჯდარები არიან საქართველოში, რომ ქართველ ერს, რომელსაც ჯერ კიდე რაღაცა პულსი ესინჯება, ქართული მიწასთან დაკავშირებით აქვს სერიოზული მღელვარება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ეს კოცებისთვის და ამ დამპალი აყროლებული სისტემისთვის, ამიტომ მსგავს რაღაცებს ხშირად დადგამენ ნაცკოცური პინგ-პონგით. და იჯდებიან და დაიწყებენ, თქვენ რომ 7 ნოემბერი და 26 მაისი თქვენ რომ წამლავდით, აი ამაში უნდათ გადაიტანონ ყველაფერი რა. ხო, ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი ბლეფი, დადგმული ჩვეულებრივი სპექტაკლი. აჩეხება იმას, რომ იყო თუ არ იყო ხუთავაირში გამოყენებული ისა რა ქვია ქიმიური იარაღის ელემენტები, ახლა მე იმის თქმა მინდა, რომ თუ იქნებოდა და თუ იქნებოდა ეს აღმოჩენილი, რა თქმა უნდა, როგორც გავრილოვის ღამეზე ალბათ გახარიას გადააბრალეს და მერე ნაცებს გადააბრალეს, ნაცების ნაყიდი ეს რა ქვია, მსხვილი ტყვიები იყო და იმან დათხარაო თვალებიო ხალხსო, ასე გადააბრალებენ ახლა, რომ მერაბიშვილის დროს ნაყიდი მომწამლელი გაზის ამბები იყო ალბათ და კოცებს ეს მემკვიდრეობით დარჩა და გამოიყენეს და საერთოდ არ გამიგვირდება იმაში მომწამლავი გაზი რო იყოს შემორჩენილი და ზოგიერთი დებილი და ავანტყოფი იმას რომ წერს რომ როგორ მოხდა ის რომ ეს ხალხი იმ დღეს დარბიეს და მეორე დღეს ოლეოლას იძახდნენ ამ გამოსირებულ ხალხს მე რა მინდა გითხრათ იცით 9 აპრილის უბედურება როდესაც მოხდა და როდესაც დაწამლეს ხალხი გამოყენებული იქ რითომ რო იძახიან რომ ჩერი ომუხა იყო გამოყენებული არანაირი ჩერი ომუხა არ იყო გამოყენებული იყო სასი ეს არის სპეციალიზირებული მომწამლელი გაზი რომელიც გამოიყენება ასევე საავიაციო დაბომბების დროს ხო, ამიტომ იყო რომ სამხედრო ექიმები არ გააკარეს იმას რა ქვია დაზარალებულ ადამიანებს და იმ სასით მოწამლული ადამიანები მერე წლების მერე თუნდაც დღემდე შერყეული ჯანმრთელობით ცხოვრობენ და არსებობენ და აგრძელებენ ცხოვრებას და არაფერი მაგაში გასაკვირი არ არის რომ იმ წუთში არ იქნა დამოკიდებული არის მომწამლავი აირის დოზირებაზე და დამოკიდებული არის მომწამლავი აირის სახეობაზე რომელი სახეობა იქნება გამოყენებული ეხლა მაგ არავის არ გაუშვია მაგალითად ზარინი რომელიც ძირითადად სამხედრო მეცნიერებაში და სამხედრო საქმეში გამოიყენება ეგრეთ წოდებული ბუნკერების გასასუფთავებლად როდესაც ქალაქის განადგურება სიტყვაზე უნდა და დასახლებული პუნქტში ძნელია ომები გაუშვებენ ზარინს და ზარინი ჰაერზე ოდნავ მძიმე არის და ნელ-ნელა იწყებს ზემოდან მოწამვლას და თუ ვინმე არის ბუნკერებში და თუ ვინმე არის ქვედა სართულებში ჩამალული ესა რა ქვია ამ ადამიანების განადგურებას ამოხოცვას და ასე შემდეგ ზარინს ესენი არ გამოიყენებდნენ რა უნდა მიტყდებოდეს კოცების დედის ტყუნა და მამის შიმშილი და ნაცების ზე რა უნდა მიტყდებოდეს ეს გიორგი ზაქარიაძე რას მიწ რა უნდა მიტყდებოდეს ის რომ ჩემი ქვეყანა ჩაგდებული გაქვს ხელში და დედასტირობთ გლეჯით ყველანაირად და ანადგურებთ ქართველ ერს
გინდა სამედიცინო ლანცეტით იყოს, გინდა საკვებით იყოს, გინდა აქცია მიტინგი იყოს, გინდა ქართული მიწის გაყიდვა იყოს და გინდა საქართველოში უცხოწყომელების ჩამოსახლება იყოს, ბიჭო, თქვენ ეს არ გიტყდება და მე ამის თქმა უნდა მიტყდებოდეს, ბიჭო. მე ამის თქმა უნდა მიტყდებოდეს. თუ რა იყო, ნოიმე, არ ნაცები არ მოbrunდნენ ხელისუფლებაზე ცუდ რაღაცას ნულაპარაკო. აი ეს ყლეობა ვისთვისაც გიჭმევიათ, ამდენი ხან იმათ აჭამეთ, გაიგეთ? არაფერი განსხვავება თქვენში და ნაცებში არაფერი არა. ხო და აი დედამოტყუნ კანტორაში. ვინ ბიჭო, თქვენ გაინტერესებთ? რამე გაინტერესებთ? ქართველი ერი გაინტერესებთ და საქართველოს რამე გაინტერესებთ? გინდა ეს აიღე, გინდა ის აიღე, გუშინ წინებზე მქონდა დადებული აქ ვიდეო ქართველებს ძირფესვიანად წინაპრებს საფლავებში არ გვიყენებენ ვიღაცა დედამოტყნული ურია ძუკნაქალი გამოდის და პირდაპირ გენოციდს უკითხავს ქართველებს. რომ უნდა ამოწყდეთ, უნდა გაწყდეთ, უნდა გადაშენდეთ, უნდა ასე იყოთ, უნდა ისე იყოთ, ეს უარგისი, ეს ბანძი ხალხი ხართ, ესა ხართ, ისა ხართ და კაციშვილი უსაფრთხოების სამსახურიდან ხვას არ იღებს. მე ერთი სიტყვათაც არის გულისთვის და დავით გარეჯი საქართველოა 4 საათი მკითხავდა ჩემი უშიშროება. თუ ჩემი ქვია ამას. მე უნდა მიტყდებოდეს. ამ ხელა კაცი ხარ, ბიჭო, ჩამოყალიბებული, გამოდიხარ, ლაპარაკობ რაღაცას. კომე გასაგებია, რომ შენც ისეთივე ქოცუნია იქნები, როგორი ქოცუნიებიც არიან სხვებიც, მაგრამ ბიჭო, თავს იყლევებთ, ხალხს აყლევებთ, თუ რაშია საქმე. გამოდით, აგერ ჩამოდით ერთი ამ საფრანგეთში ერთი და მონახეთ ერთი 10,000-ობით ადამიანი, რომელიც გადმოხვეწილი არის და მკურნალობს უწამლობის გამო, არასწორი დიაგნოზების გამო, 1000 უბედურების გამო. ვინმე მაგძრა საქმე, ვინმე დაინტერესდა რამეთი? თუ ქუთაისის დეპუტატი რო არის ლომინაძე, იმის დედას შევეცი, ექიმი მაინც არ იყოს, მაგას მოუტყან, გამომწველავი დედის მუტელი მე. მაგის დედას შევეცი, მე მაგისას, როდესაც უთხრეს, რომ ასე ქართველებიო, ბავშვებიო, დიდები, პატარები მკურნალობენ იმაშიო. ჩვენო საფრანგეთის მხარეს დაუკავშირდით და არც ერთი ავანტყოფი არ ყავსო საფრანგეთში. რამდენი ავანტყოფი არის საფრანგეთში გადმოხვეწილი სამკურნალოდ, იმდენი დედის წყნა და მამის შიმშილი, ბიძინა ივანიშვილს და ყველა ქოც. რამდენი? თუ ეს არ არის 30-40,000 ყოველ შემთხვევაში ნაკლები არა. ეგ ვინმეს გაინტერესებს, ბიჭო? გაინტერესებს. გაინტერესებს თეთრხალათიანი მკვლელების და გალსტუკიანი მკვლელების უბედურება და მოწამვლა? უსინდისო ხალხი ხართ, ბიჭო, შემაგინესო, მე იტყვა შეგაგინეს კი არა, ტყვიას რო არ გესწრი, შუბში არ გიკვირს. წადი, ბიჭო, წადი, იმას ხენით, გამოიკვლიეთ, ეხლა ვინ მოიგონა ეგ ყველაფერი თქვენზე? ვინმა? მარტივად გეტყვით რა. აი მარტივად მინდა გითხრათ რა. აი ესეთი ნაბოზარი ხალხი, პოლიტიზირებული ხალხი თქვენ მე პირდაპირ გეტყვით, თქვენ არ გიყვართ ქართველიერი, გეზიზღებათ ქართველიერი და არც ქართული მიწა არ გიყვართ. თქვენთვის რო ძვირფასი იყოს ქართული მიწა, მაგას კი არ ღალატს ინვესტიციად კი არ გაასახებდით, ბიჭო. და ქართველების ტრაგედიას და უბედურებას რაღაცად კი არ გაასაღებდით, კაცო. და რაღაცა ჯანდაცვის სისტემის რაღაცა სიკეთის მხარეებზე კი არ ილაპარაკებდით. ილაპარაკებდით იმას, რა ტრაგედია ჭირს ერს და ამ რაღაცეების გამოსწორებას. არ გიყვართ თქვენ არც სისხლი დაგიღვრიათ ამ ქვეყნისთვის, ამ ხალხისთვის, ამ მიწისთვის. არც არავინ დაგღუპიათ, მთელი ცხოვრება იყავით ასე ნაბოზრულად ჩაბუდებულები და იყავით ასე ინტრიგული ნაბოზრულად. ეთქობა წინაპრებიც ეგეთები ყავდათ ბევრს. ლაჩერები, რომლებიც ყველა უმებს დაემალნენ. და გამოდიხართ და მორალზე და ზნეობაზე მელაპარაკებით და სარწმუნოებაზე მელაპარაკებით, ერის გენოციდია გაგანია ქართველიერი 35%-აა შემცირებული. თქვენ საქართველო არ გიყვართ, როგორც თქვენ საქართველო გიყვარდეთ, ისე გაგიმარჯვეთ თქვენ ცხოვრებაში. და გაგიმარჯვებთ კიდეც. არ დამთავრდება ეგი ასე, აუცილებლად იქნება აფეთქება. ამიტომ მინდა ამ ხალხს არ მაინტერესებს შემოძმაო შენ ახლა რამეს ხედავ, რამეს ვერ ხედავ. არ მაინტერესებს ეს არჩილ ივანიშვილი ახლა აბა რა კითხვას დამისვა გაფინანსებს ვინმე თუ ასე თუ ისე. არავინ არ მაფინანსებდა არც საქართველოში, არც ევროპაში და მადლობა ღმერთს, მეგობრები მყავს, მადლობა ღმერთს, თავი მაქვს, ხელები მაქვს და ვარსებობ და თავს ვინახავ და ჩემი სამშობლო მიყვარს, მაგრამ შენაირი დაყლებულები ხო მაგას ასე წელი ვერ მიხვდებია. იმიტომ რომ თქვენ არ გიყვართ. თქვენ ოჯახის წევრებიც არ გიყვართ, ბიჭო, რა უნდა გელაპარაკოთ ხალხმა? მიზეზი არის ჩემი ერის გენოციდი. ჩემი ერის გენოციდი და ჩემი ერის გადანაშაულება ყველაფერ უბედურებაში. და შენ იღბულები აქვს სხვადასხვა გვარის და სხვადასხვა რჯულის გადაკეთებული ხალხი.
გამოდიხართ აქ და ქართველს ეს არ შეუძლია, ქართველს ის არ შეუძლია, ქართველი ასეთია, ქართველი ისეთია, მარტო ბიძინა არის წმინდანი ამ ქვეყანაში, შენი მეგვარე. ხო, თუ რამე თქვი სამშობლოზე და თუ ფული, აბა ფული საიდან მოგ, ფული თქვენ მოგდით. ფული თქვენ მოგდით, ნაბოზურები ხართ. ნაბიჯს არ გადადგამთ ფულის გარესე სამშობლოს გულისთვის და ვიღაცის გულისთვის და მიწის გულისთვის კი არა. გამარჯობა იმ თქვენი დედამოწყნული პარტიისთვისაც პოსტს ვერ დაწერთ, ბიჭო. რამდენი ვიცი, რომ გამправებლურ პოსტებში 50 ლარს რო აძლევდნენ, აუ ცოტაო და დამიმატეთო. იმ თქვენ ნაბოზრულ პოსტებსაც კი უფასოდ არ წერდა. ღმერთო დალოცები ძინა, ამდენი სიკეთე გაგვიკეთა. სირი ხალხი ეს. დაზომბირებული, დაშტერებული, გაწყდა ბიჭო ნახევარი საქართველო. გადახვეწილია 900 სიკეთ. უკვე პირდაპირ ქართულ მიწაზე ჩამოდის სახლდება სყვარჯულის ადამიანები, ეს პრობლემა არა. იმიტომ რომ ტრაკის დასაბან სამუშაოს ხო იშოვით არაბების. ხო იშოვით. ზოგიერთი ნაბოზარი ძუკნა ხო ემირის და შეიხის ცოლობაზე ოცნებობს. ხო და მიდით რა, აბა რა გინდათ ეხლა? აი დედა გაქვთ მოსატყნავი დიდი ამ პატარიანად რა. აი მაგ თქვენ წეულ მთავრობაში და მაგ თქვენ წეულ პარლამენტში და მაგ თქვენ წეულ პარტიაში. ამოსაწყვეტები ხართ სულ ყველა. და როგორც ჩაუშესკუს წაუყენეს ბრალდება ერის და ქვეყნის წინაშე გენოციდის გამო აი ასე გაქვთ ბრალდება წასაყენებელი ქართველი ერისგან და ასე ხართ გასასამართლებელი. რასიზამ შემოძმაო ახლა დაგრუსული ვარ, რათაც რაშია საქმე იცი შენ შემოგივლე, რათაც მეტი იცი. რათაც მეც ხედავ ამათ ნაბოზრულ ცხოვრებას, ეგრეა რომ ადამიანს რაღაცა დაავადება შეეყრება და არ იცის. ექიმა კარგად იცის ის ყველაფერი და ხშირად რო ნერვიულობს და რო ფიქრობს და რო დარდობს და რო ეუბნება ეს არქნა, ექიმები ცუდისმეც რას გეტყვიანო. კი ახლა სტანდარტულად შეიძლება მასე იყოს, მაგრამ რათაც მეტი იცი დაავადებაზე მით უფრო გეშინია მისი, ხო? მე გაუბნებით საქართველოს არის მეოთხე სტადიის სიმსივნის პაციენტის მდგომარეობაში. აქ უკვე მენტალობაზე, ზნეობაზე, ქართველობაზე, რამეზე კი არაა საქმე. მაგა ერის უკვე ფიზიკურ გადარჩენაზეა ხალხო საუბარი. ის რომ ზნეობრივად და მენტალურად და ამათ რო ხალხი უკვე ქართველები და ქართული აზროვნების და გამტანები და ეს აღარ დარჩა, ეს მე არ მიკვირს და არავის არ უკვირს ეს ის რასაც დაცინვით ამბობენ ქართველობას პარკავთო ის დიდი ხანია დაკარგულია. და ვინც მაგას იძახის კიდე ისინი არასდროს არ ყოფილან ქართველები ისე რო იცოდეთ რა. მაგრამ ახლა აქ უკვე ფიზიკურად ერის ფიზიკურად გადარჩენაზეა საუბარი. აუ არჩილა ხარ ივანიშვილი თუ ინცხა ჩემი დურბინდი ხარ ხო აფსი ახლა აქედან და შენაირი მოაზროვნე ადამიანები ხო ერთი შენ ხარ ბრძენი და მეორე იგი არ ვიცი თუ ხარ ივანიშვილი ივანიშვილი ხარ თუ ივანაშვილი ხარ მაგია კიდო საკითხავ თუ ხუხაშვილი ხარ იმის ივანიშვილის წინაპრები მე ივანაშვილობას რომ მიიკერეს მაგი კიდე ცალკე საკითხავია მაგრამ აფსი ახლა აქედან და წადირა და იქადაგე იმ შენ პარტიაში დრო დადგება აი მე გეუბნებით ნაცკოცებს რაც გითხარით ხო ყველაფერი ახდა ჩვენ ყველას გაწირული ვყავართ ჩვენ საპატრიარქოდანაც გაწირული ვართ ჩვენ ამ ნაცკოცზე საერთოდ ლაპარაკი არა ამაც საერთოდ ლაპარაკი არა ყველადან გაწირულია დარჩენილია ერთი პატიოსანი ქართველი ხალხი რომლებისთვისაც ძვირფასია ქვეყანა აი ახლა ეს ყველაფერი ღია ხდება რაც იყო დაფარული და 1000 დაბოლებით და მოტყუებით აბოლებდნენ ქართველ ერს ახლა ხდება ღია მაგრამ ესენი ღია როდესაც ხდება ხო ამათ უკვე თვლიან ესენი რომ ქართველებს უკვე ძალა არ აქვს საკუთარი ერი და საკუთარი ქვეყანა გადაარჩინონ ამიტომ ამ დროს ნელ-ნელა გახდება ეს ყველაფერი თვალხილული და ჯერჯერობით იმას გეტყვიან ინვესტიციაა კიდე რაღაცა და მე იმას გეტყვიან რომ შენ საქართველოში ქართველს რა გესაქმე ვაფშე ახვი აქედან და წადიო ეს მიწა ჩემიაო ეს ქვეყანა ჩემიაო მე ამდენი ფული ჩავდეო და ნახუიო რა და ეგეთი მოღალატე ქართველებისგან აგა ვიღაც არჩილა ივანიშვილი როა და გამოსწირებულებები დააკომპლექტებენ ეთყობა დაცვის იმას რა ქვია სამსახურებს და იერარქს მიცემენ და ტყვიას ესვრიან როგორც შევარდნაძის ნაძირლები ესროდნენ თავის დროზე ეროვნული ხელისუფლების მომხრე ამაშია საქმე და გამოფხიზდით ხალხო გენოციდია არაფერი მე არ მალაპარაკებს არაფერი მე არ მაინტერესებს ჩემი ერის ფიზიკური და ჩემი ქვეყნის გადარჩენის გარდა
არ მაინტერესებს მე, არც თანამდებობა მინდა, არც პარტია მინდა, არაფერი მინდა, რომ ერი გადარჩეს. ამ ერის წარმომადგენელი ვარ მე. და თელი ჩემი ცხოვრება, ჩემი წინაპრები და მეც ვცდილობ, რომ ჩემ ქვეყანას ვემსახუროთ რაღაცნაირად. ამაზე რთული მომენტი საქართველოს არ დადგომია. მეგობრებით, საჭირო არის დაახლოებით 10 წელიწადი. არც მაგდენი შეიძლება არ გახდეს საჭირო. მე დემოგრაფიაზე ბლოგს თქვენ შემოგთავაზებთ. დავდეთ, რომელიც მქონდა გაკეთებული დევ ჩემ გვერდზე, მაგრამ კიდე იმიტომ რომ არ აქცევს ხალხი ამას ყურადღებას. აი, დემოგრაფიული სტატისტიკის მიხედვით ქართველი რამდენი ნადგურდება და რამდენი რჩება, აი თქვენ თვალით ნახეთ და აი იმ სირებს მინდათ რა მოგმართოთ. არ მინდა ბოლომდე ვინარჩუნებ ოლიმპიურ სიმშვიდეს და შევინარჩუნებ ბოლომდე ოლიმპიურ სიმშვიდეს, რაც არ უნდა დამაბრალოთ, რაც არ უნდა გააკეთოთ, რაც არ უნდა მლანძღოთ, მათახსიროთ და რა ვიცი, რა თქვენი ნაბოზრული პირიდან რაც არ უნდა ამოვიდეს. არ ვლაპარაკობ ვისი მხრიდან, ისე ძალიან კარგად იცით ვისი მხრიდან და როგორი მხრიდანაც რა. ძალიან კარგად იცით ვისაც გეხება. გეხებათ ეს რა, ვითომ ეროვნულებად რომ მოგაქვთ თავი და ისა. თქვენ ხართ ეგეთი ადამიანები, ვინც ერთობას უშლით ხელს, ვინც ქართული მიწების გაყიდვის ირგვლივ შეკრებილი ქართველებში განხეთქილების შეტანა გინდათ, არეულობა გინდათ. თქვენ ხართ იმაზე მეტი მოღალატეები, როგორი მოღალატეები ზიან ქოცები და ნაცები. იმაზე მეტი მოღალატე ნაბოზვარი დედამოწყლული ხალხი ხართ. ხო და ჩაიგდეთ ენა, მაგრამ გასაგებია ახლა დავალებები მოგდით. ჩაიგდეთ ენა და გაჩერდით, ისტორია ყველას გამგსჯის. ყველას გამგსჯის. და ისტორია ისაზღვრება შედეგით. როგორი ქვეყანა ჩაიბარეს და როგორი ქვეყანა დატოვეს. რა მიიღე შენი მამიდან და რა დაუტოვე. ამით ისაზღვრება ყველაფერი. დანარჩენი არის ტირე, როგორ მოახერხე ეს ცალკე საკითხია. ხო და მე ჩემი მითქვია და ეს ერი მიუხედავად იმისა, რომ ყველას აყავს გაწირული და ყველა ნაძირალა ვირთხას, გარე თუ შიდა თუ ჩანერგი, ყველას აყავს გაწირული. უფალს არ აყავს გაწირული და იმიტომ არსებობს დღემდე. და როგორც მომხდარა საქართველოს ისტორიაში უფლის ხელით ყველაფრის გამოსწორება და ყველა მოღალატეს თავისი პასუხის მიღება, აი თქვენ რო არ გწამთ ვიცი, თქვენ რო ღმერთი არ გწამთ, თქვენ რო ესა რა ქვია, ფარისევლები ხართ, აფირისტები ხართ, ეს მე კი ვიცი. ხალხმა არ იცის ჯერ ბოლომდე ყველაფერი და ნეტა ყველას დაანახა ჩემი თვალით რა ხალხი ხართ თქვენ ერთი. ერთ დღეში მოგვარდებოდა ყველა პრობლემები. იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი ვინ ახართ და რაც ახართ. თქვენივე უშიშროების დამტკიცებული მასალები, რომელსაც აუცილებლად მოგაფარებთ წვირპირზე, როგორც ავარ შეპირებული. აი იმ გადაწყვეტილებას როგორც კი მიიღეთ, რასაც გეგმავთ, აუცილებლად მიიღეთ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს ღმერთი მფარველობდა ყოველთვის და ღმერთი დაიცავს ამ მიწას. იმ გადარჩენილ პატიოსან ადამიანებთან ერთად. ახლა კი დაჯექით და აპრავეთ ეს ყველაფერი. მეტი არაფერი არ მაქვს საქმელი. დანარჩენებს პერიოდულად ყველაფერს გაიგებთ რა და როგორ და რანაირად იქნება.